მეგობრებო, ორი რამ. ერთი ის რომ კალიფორნიაში ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ გაქვთ გაგზავნილი ვავას кейსზე, თუ თქვენ გაქვთ გაგზავნილი U კატეგორიის ვიზაზე, თუ თქვენ გაქვთ გაგზავნილი T კატეგორიის ვიზაზე, თქვენი დაკავება იქნება კანონის წინააღმდეგ. არ შეიძლება თქვენი დაკავება და თუ პირობითად დაგაკავეს, მაგ შემთხვევაში დეპორტი არ შეიძლება. არ უნდა მოგეცეთ დეპორტი და უნდა მოგეცეთ საშუალება of due process, ანუ მთელი საიმიგრაციო სასამართლო პროცესის, რაც თქვენ გეკუთვნით კონსტიტუციურად და კანონით. ეხლა ბერმა თქვენთაგანმა აყოლებდით ალბათ თვალს ჩემს პოსტებს, მე მაქვს ნახსენები, ჩემი ერთი გამომწერი ზვიადი, რომელიც არის ტრაქერი და აიყვანეს, გზიდან აიყვანეს, მიმოწერა მქონდა მაგ დროს, როცა ის გადაყავდათ, ანუ აიყვანეს გზაზე, შეამოწმეს, ტრაქერი იყო, არის. შეამოწმეს და შემდეგ უკვე დაიწყეს მისი გადაყვანა საიმიგრაციოში. ახლა მე აღარ უთხარი მიყავდათ საიმიგრაციოს. მე ვთხარი აი ეს დეთაშეში მიყავხარ თქო, ხო და არა ვარა საიმიგრაციოს გადამამოწმებდნენ. ნუ ახლა უკვე ვიცოდი აღარ უთხარი უბრალოდ ადამიანს და რომ დეთაშენში აჯენდნენ. და რაღაც პერიოდი გადის, მე ვთხარი დამეკონტაქტა რომ გამოხვალ, რაღაც პერიოდი გადის, ვურეკავ და პირდაპირ voicemail-ში გადამიშვა. ნუ მაგ დროს უკვე მივხვდი რომ ადამიანი აი ეს გამოვურთო ტელეფონი და უკვე დეთაშენში არის. მის შემთხვევაში მას არ ქონდა თავშეწირვა გაგზავნილი. მხოლოდ ვავაზე ქონდათ გაგზავნილი. მხოლოდ ვავაზე ქონდა ამ ადამიანს გაგზავნილი, მას აქვს შანსი ბრძოლის და ანუ ეკუთვნის რა, შეუძლია თავისი თავი დაისვას და გარეთ გამოსვლა ადამიანს ეკუთვნის ამ კანონის და მიხედვით, რომელიც კალიფორნიაში ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო. იმიტომ რომ აბიუსი აქვს გაგზავნილი, ვავა აბიუსი. T კატეგორიის ვიზას ეხება და U კატეგორიის ვიზას. თუ თქვენ ამ ვიზებზე გაქვთ გაგზავნილი და პროცესში ხართ, არ უნდა აგიყვანოთ აისმა, მაგრამ თუ აგიყვანათ, როგორც ზვიადის შემთხვევაში, თქვენ დიდი შანსი გაქვთ, ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ იბრძოლოთ და გარეთ გამოხვიდეთ. და კიდევ ერთი რამ, არაერთმა თქვენთაგანმა გამომიგზავნა ნოუთისები საელჩოდან, საკონსულოდან საქართველოში. მანამდე ესე არ ხდებოდა, მაგრამ ეხლა ბევრს მოდის ვარი და უფრო ბევრსაც მოვა ვარი, თუ ისინი ფინანსურად არ არიან ძლიერები. თუ თქვენ მოგებული გაქვთ ლატარეია, ხო, გრინბარათის ლატარეია და არ ახართ ფინანსურად ძლიერები, თქვენ იქ მოგინიშნავენ, როგორც ბევრს მოუნიშნეს, public charge. You're more likely to end up as a public charge. ანუ სახელმწიფოს კისერზე დიდი შანსი არის თქვენი, რომ ჩამოეკიდოთ. აი ეგრე ითარგმნება ეს ახლა რო ვთქვათ ადამიანურ ჩვეულებრივ ტერმინებში, ხო? იმიტომ რომ ბევრმა საქართველოში არის ის ახლა public charge რა არის, რაც უნდა ტვირთი, საზოგადოებრივი ტვირთი. ახლა კი გაიგონებს ამას, მაგრამ ეტყვის კი, მაგრამ რა არის ეს საზოგადოებრივი ტვირთი, ხო? ანუ გამოიყენებ მათ დაზღვევას, სახელმწიფო დაზღვევას გამოიყენებ, ბენეფიტებს, უფასო ბენეფიტებს გამოიყენებ და ასე შემდეგ. სხვათა შორის სნეპებთან დაკავშირებით თორცები კალიფორნია არის, ადევნეთ თვალი ახლა სამსახურს ითხოვენ ან volunteering-ს, ანუ უფასოდ ვეღარ მიიღებთ უკვე რა ამ სნეპებს. და ითხოვენ სამსახურს, ნუ რაღაც საათები არის, დავდებ ჩემს გვერდზე, ხა მაგაზე არ მინდოდა ამაზე საუბარი და თუ არ შემეზარა ლინკს დავდებ თუ არა და შეგიძლიათ ნახოთ. სამსახურს ითხოვენ ახლა რომ უნდა მუშაობდე რაღაც 20 საათი თუ არ ვწდები. ან volunteering-ი შეიძლება ჩაგეთვალოს, ისე მოგიხსნიან. ანუ საზოგადოებრივი ტვირთი არის ძალიან ბევრი საქართველოში და აძლევენ საბუთს. საკონსულო ნოუთის აძლევენ, რომ შენ ხარ საზოგადოებრივი ტვირთი, ვეღარ მოგცემთ საიმიგრაციო ვიზას, ანუ გრინბარათს. მიუხედავად იმისა, ეს ლატარია არის და მოგებული არის. რას ითხოვენ ამავდროულად საკონსულო თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. The remedy for that is 134. არა 864, არამედ 134. აი ეს არის სასპონსორო პაკეტი, ასე რომ ვთქვათ. და ბევრი საკონსულო ოფიცერი ითხოვს ამას. თუ თქვენ ამას დააკმაყოფილებთ, ამ სასპონსორო პაკეტს შეავსებთ ისე როგორც მათ უნდათ.
ძალიან დიდი შანსი არის, რომ თქვენი საიმიგრაციო ვიზა დადასტურდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას кейსი ინდივიდუალურია, მე ვსამბობ უბრალოდ პროტოკოლით, რა და როგორ ხდება, ისევე სასპონსორო პაკეტი. You know, I mean, try. Or you can just email them. შეგიძლიათ მიწეროთ იმეილი საკონსულო ოფიცერს, დაუკავშირეთ და კითხოთ ეხლა რა, შეიძლება ჩემს შემთხვევაში ზოგს უწერია. მე მყავს ერთი კლიენტი დაუწერა უშუალოდ საკონსულო ოფიცერმა, აი ეს ფორმა გჭირდებაო, რომ შემდეგ for further processing, რომ შემდეგ გავაგზავნოთ ჩემი ფორმის პროცესი. Okay? That's that.